ჩვენ ახლა იმყოფებით რუსთაველის გამზირზე 95 დღეს თქვენ ხედავთ რომ რუსთაველის გამზირი კვლავ არის გადაკეტილი მიუხედავად პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა აქ არის შეკრებილი ძალიან ბევრი ადამიანი ყველა სფეროს წარმომადგენელი და მე შევეცდები რამდენიმე მათგანის კომენტარი მოგასმენინოთ სანდრო ცხადაძეს ხედავ ონისე ცხადაძის ძმას გამარჯობა სანდრო თუ შეიძლება გკითხავთ ონისა თქვენი ძმა არის ერთ-ერთი რეჟიმის პატიმარი და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასამართლოებში რეჟიმის პატიმრების სასამართლოს ხდომებს სადაც აბსურდულ ბრალდებებს ვისმენთ ხოლმე და აბსურდულ სიტუაციას საერთოდ. აი შევაფასოთ ეს ყველაფერი, რას ვხედავთ ჩვენ სასამართლოსგან და რას ცდილობენ ისინი ამ ყველაფერს. მოგესალმებით პირველ რიგში დღეს მაგალითად ვიყავი საბას ხვიტარიძის პროცესზე ისე გარეთ არ უნდა თქმა უნდა არ შემეშვეს და რაღაც მაინც იუმორისტულად გავდიოდი და ვიძახდი რომ თავარია მოსამართლე ცუდ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თავარია მოწმე პოლიციელი ცუდ ჩვენებას არ მიცემს და ამის იმედი ქონდეს რომ მანდატურებსაც ეცინებოდათ უკვე და აი ცირკე ანუ სასაცილო ანუ ყველა მიდიხარს ინსტიტუციაში სადაც უკვე მანდატურმა და დარაჯმა იცის რასაც ვიზამენ ну რა ვთქვათ ანუ მე 5 მარტს მეკითხებიან ახლობლებიც ისეც რომ რაღაცა არანაირი სასამართლო არ არსებობს სასამართლო რო არსებობდეს მექნებოდა რაღაც კაი ადვოკატს ევროპიდან ჩამო რაღაცას ვიზამთ ამერიკა რაღაცას დავიქირავებთ მაგრამ რაღაც არ არსებობს სულზეც სადაც პოლიციელი გირეკავს და გეუბნები რომ დაგაჯარიმე და გითიშავს და ვერც უკან უღარულეკავ ან მაგ ქვეყანაში რავი ვარ გადაქცეული რაღაც ცუდ ბორდიან შეპესეთ და სასაცილო ანუ მე როგორც თანხევრად იუმორისტული მოღვაწეობის ადამიანი ძალიან მეცინება იმ სფეროს შევდივარ უკვე აი ისტერიული სიცილში გავიყავი რა ვიცი სასამართლოს ხრივ ახლა რავი თუ ჯემი ძმა მიყურებს ან სხვა პატიმრები მე ვერავთ ვერ დაგანუგეშებთ მაგრამ აქ რას შეგვიძლია ყველაფერს ვიზამთ აქ წლება თქვენი სასამართლო და ვერც ის ცეკვავები და ვერც მინდენბერგერები და რაღაცა ჭედლიშვილები და ვიღაც ჭაჭვაძეები ვერაფერს ვერ გაექცევიან ანუ ეს იმდენად დაჭიმული ზამბარაა უკვე რომ ვერ და ესე უცებ ეს ხელს გაუშვებ ეგრე ასადა ჩაიფარცხებ ამიტომ აქ არის სასამართლო პროცესი ასე ვთქვათ და აქ გადაწყდება ყველაფერი რუსთაველს ძალიან დიდი მადლობა სანდრო ცხადაძეს უსმენდით თქვენ ონისე ცხადაძის მას ასევე ვხედავ სტუდენტებს გაფიცულ სტუდენტებს თათიას ვიცნობთ ძალიან კარგად სტუდენტური პროტესტისგან და თათია დღეს კითხავთ დღევანდელ ინციდენტზე მოგიყავით ჩვენ ნახეთ კადრები რომ რამდენიმე წუთის წინ სეუსთან იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია მოგვიყავი რა ხდებოდა და ცხადია პროტესტზეც ულაპარაკოთ ის რა სიტყვით სტუდენტები უკვე ამდენი დღის განმავლობაში კი სეუსთან დღეს გავდაწყვიტეთ რომ ფანჯრები გაფუჭებული არის და გაგვეკეთებინა უბრალოდ პარკით და უბრალოდ პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი წამებში გაჩნდა იქ გადაწყვიტეს რომ რაღაც კრიმინალურ აქტს ჩავდიოდით და უნდა აღმოეპყრათ ეს პრობლემა რა თქმა უნდა არ მოეცით პოლიციას იმის საშუალება რომ ხელი შეეშალა ჩვენთვის და მაინც გავაკეთეთ ეს პარკი იმიტომ რომ ორი პირი ქარი იქმნება როცა ეს ფანჯრები ღია არის და ნუ ყველაფერი ახლა მშვიდად არის იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ აქვთ მაგ ყველაფრის ფუფუნება რომ ყველაფერი გავუვიდეთ მით უმეტეს სეუს ბავშვებთან დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით შემიძლია უბრალოდ ქართულ ოცნებას უთხრა რომ დროა დანებდეთ პროტესტის 95 დღეა თუ სწორად მახსოვს დღეებს აღარ ვცვითვლით უკვე ჩვენ იმიტომ რომ არ ვაპირებთ რამდენი დღეც არ უნდა გავიდეს დანებებას დროა უკვე თქვენ დანებდეთ იმიტომ რომ ეს ამ ხალხს ვერაფრით ვეღარ აჩინებთ უკვე ფაქტი არა ყველაფერი წადეთ ყველა დაიჭირეთ თითქმის ყველაფერი წადეთ და მაინც არაფერი არ გამოგივართ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ისმენით ერთ-ერთი სტუდენტის პოზიციას მოკლედ ასეთია ვითარება ახლა ქვეყნის მთავარ გამზირზე პროტესტის 95 დღესაც აქ რჩებიან ის მოქალაქეები რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას